მთელი მხედრობა კარავშივი ამოხოცეს. სარდლების გარეშე დარჩენილი ჯარი აირია და უწესრიგოდ დაიწყო უკან დახევა. ქართველები დაედევნენ და დიდი ზარალი მიაყენეს. რამდენიმე დღეში ქართველებმა კახეთიდან და ქართლიდან მტერი სულ გარეკეს. მხოლოდ თბილისის ციხე რჩებოდა ირანელთა ხელში. განრისხებულმა შაჰ-აბასმა უპირველეს ყოვლისა სააკაძის ვაჟი პაატა მოკვა და მამას მისი თავი გაუგზავნა. სააკაძემაც რა კი ირანს უღალატა, სხვაგან უნდა ეძია დახმარება და ეს სხვაგან კი ოსმალეთი იყო. სტამბოლში მიიწვიეს, მაჰმადის სჯული მიაღებინეს, თან ყარამანიის, ანუ ყონიის ბეგლარ ბეგობა უბოძეს. ყონიაში მოურავის თანმხლები პირები ცუდად იქცეოდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას ძარცვავდნენ. დიდგვარ ომნებსაც კი აბუჩად იგდებდნენ, რითაც მოურავს სახელს უტეხდნენ. ამათი თავაშვებულობით შეწუხებულ მოსახლეობას მიუმართავს ხუსრევ ფაშასთვის. მისი ბრძანებით მოურავი უფროსი ვაჟითა და თანმხლები აზნაურებით ალეპოში მიიყვანეს. დიდვეზირის კარვის წინ პირველად ყვითელ ხალად გადაცმული, ხელებზე ბორკილებ დადებული თეთრწვერა მოურავი დასვეს. შემდეგ კი მისი შვილი და 40-50 მხლებელი. ყველას თავი მოკვეთეს. გიორგი სააკაძეს თავის მოკვეთის წინ ისე ხმამაღლა და უღრიალია დიდება საქართველოსო, რომ ალეპოს კედლები შეზანზარებულა. დაგვიწერეთ კომენტარებში, რამდენად სწორად არის შეფასებული მისი ღვაწლი. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.